კადრები, რომელსაც რამდენიმე წამში ნახავთ, მძიმეა, მოზარდს არასრულწლოვნები ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, ამცირებენ და ჩაგრავენ. ვიდეო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, კურიერი პიესმა კი გადაწყვიტა, გაერკვია რა გახდა მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი და დაისჯებიან თუ არა მოძალადეები. სხერპლი, რომელსაც 16-17 წლის ბავშვები ჩაგრავენ, 13 წლისაა. არასრულწლოვანი დაზარალებულად უკესცნეს. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ ბრალი წარუდგინა გავრცელებული ვიდეოს მთავარ ფიგურანტს, 16 წლის გოგოს. ეს არ არის არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა, რომელიც საჯარო განხილვის საგანი გახდა. როგორ შევამციროთ ძალადობა და აგრესია მოზარდებში? ფსიქოლოგებისა და ექსპერტების რჩევები ჩვენს რეპორტაჟში. ძალიან მიმძიმს, აქ ორი ადამიანის დრამა არის. არიან გარშემოყოფები, რომლებიც არ რეაგირებენ და არაფერს ამბობენ იმისთვის, რომ ხარდაჭერა აღმოუჩინონ ბულინგის მსხვერპლს. გავრცელდა. ფაქტი აქ მოხდა რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც ოჯახისგან შორს მყოფი ბავშვები ხშირად იკრიბებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ტელეფონის გამო დაიწყო და 13 წლის გოგოს ბულინგით და ცემით დასრულდა. ვიდეოში ჩანს, რომ საერთო ნაცნობები გაუნձრევლად განან. ერთ-ერთი ვითარებას ამწოვებს, მეორე კი ძალადობას იღებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო. 13 წლის ბავშვი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზარალებულად ცნეს. თვითმხილველები მოწმის სახით გამოგითხეს. 16 წლის გოგო კი ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს. მე მას შევხვდი, ბრალიც წარედგინა, თუმცა მშობელი არ ესწრებოდა სოციალური მუშაკი. არასრულწლოვანს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს. მშობელი ამ პროცესს არ დასწრებია. კურიერი პიესი 16 წლის ბრალდებულის ადვოკატს შეხვდა. სავალდებულო დაცვის ფარგლებში დამცველი ძალადობაში მხილებულ მოზარდს სახელმწიფომ დაუნიშნა. რამდენი უსაფრთხო გარემოში არის? ჩემი ინფორმაციით უსაფრთხო გარემოშია. არასრულწლოვანი დაკავებული არ არის. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ არ იქნეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მე ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და ასევე იმ მტკიცებულებებზე, რაც არის წარმოქმნილი ამ ეტაპზე გამოძიების მიერ საქმეში. რაც შეეხება ფსიქოლოგს, ეს რა თქმა უნდა მასთან შეთანხმებით, როგორც ვიცი, ყველა საჭირო ზომა არის მიღებული. ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი აქვს მარტო ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, რაც შეეხება სხვა პირებს, საქმეზე გამოკითხულები არიან მოწმის სახით. ძალადობაში მხილებული მოზარდის და ნაცემი ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მხოლოდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ ყველა შესაბამისი სერვისით, მათ შორის ფსიქოლოგით სარგებლობა შეუძლიათ. ჩარევის გარეშე, მხარდაჭერის გარეშე ესეთი ადამიანები სრულყოფილად ვერ იქნებიან გამოჯანსაღებულები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესზე საუბრობენ სპეციალისტები. დიდ კვალსტოვებს ბულინგი და მსგავსი ტიპის ძალადობა, როგორც ქცევითი სირთულეები აღენიშნებათ სხვა ბავშვებს, ასევე ემოციური. რაც შეეხება ემოციურ სირთულეებს, ეს არის გუნება-განწყობილების ცვლილება, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა სჭირდება არა მარტო ჩაგრულ ბავშვს, არამედ ასევე მჩაგრულს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის, ვინც ახორციელებს ძალადობას და არის, ესე ვთქვათ, ბულერი, არის ადამიანი, რომელმაც თვითონ გაინცადა ძალადობა ან ოჯახში, ან ეზოში, ან გარშემოყოფებისგან. თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩაგვრელი როგორ ადაპტირდება შემდგომ სოციუმთან, ამას ალბათ კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება, იმიტომ რომ აქ უკვე სოციუმის მხრიდან მისი მიმდევრობის საკითხიც დგას და ამაზეც ალბათ მუშაობა არის საჭირო. ერთ მხარეს არის ჩაგვრა, როგორც დანაშაული, მეორე მხარეს კი არასრულწლოვნის გადარჩენა მკაცრი სასჯელისგან. რა არის გამოსავალი უკვე მომხდარი დანაშაულის დროს და რას მოითხოვს პრევენცია? ექსპერტების რეკომენდაციით, ბავშვების ინფორმირების კამპანია სააღმზრდელო დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ცნობიერების ამაღლებაზე. მზარდია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხშირად ისინი გამოიყენებიან სრულწლოვანი პირების მიერ როგორც შუალობითი ამსრულებელი, რადგან იციან, რომ არასრულწლოვნების მიმართ მობიერია კანონი და სახელმწიფო არ იყენებს მკაცრ სასჯელს.
არ არის გამოსავალი კაცრი სასჯელი და პატიმრობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოიაზრებს განრიდება მედიაციის პროგრამას, რომელიც მოიცავს ბრალდებულის მხრიდან დაზარებულისადმი ბოდიშის მოხდას. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მულტიდისციპლინური ჯგუფის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გაიაზროს დანაშაულის ჩამდენმა ბრალდებულმა თუ რა შანსი მისცა სახელმწიფომ. რა შანს მისცემენ ძალადობაში მხილებულს, რომელმაც 13 წლის მოზარდი დაჩაგრა, ეს გამოძიების ეტაპზე გაირკვევა. 16 წლის გოგო უკვე მართლმსაჯულების წინაშეა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ შვილებთან მუშაობთ, არის რომ ყველაზე მთავარი მათთან კონტაქტი არ გავყარდოთ. როგორც წყალი სჭირდება ადამიანს, ესე სჭირდება მოზარდს, იმით ცოდნა რომ მშობელი ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით არის.